გამარჯობა, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სკოლა კანდიდის ვიდეო გაკვეთილების სერიაში, რომელიც მიზნად ისახავს ცნობიერების ამაღლებას გადაჭარბებული თევზჭერის შესახებ. გაკვეთილების განმავლობაში ჩვენ გავეცნობით თუ როგორ დავიცვათ წყლის რესურსები, რატომ არის მნიშვნელოვანი თევზების დაცვა და როგორ შეუძლია თითოეულ ჩვენგანს შეიტანოს წვლილი ბუნების შენარჩუნებაში. სანამ გაკვეთილებს დავიწყებთ, არ დაგავიწყდეთ. უკვე შეგიძლიათ ნახოთ ჩვენი ერთწუთი ანიმაცია, რომელიც მოკლედ აჩვენებს პრობლემის არსს. ახლა კი გადავიდეთ პირველ გაკვეთილზე. რა არის გადაჭარბებული თევზაობა? გადაჭარბებული თევზჭერა ნიშნავს იმას, რომ ადამიანები იმდენ თევზს იჭერენ, რომ ბუნება ვეღარ ასწრებს მისი რაოდენობის აღდგენას. ეს პროცესი ხშირად შეუმჩნევლად ხდება. დღეს თითქოს ბევრი თევზია, მაგრამ ხვალ შეიძლება ვეღარ იპოვოთ იმავე სახეობა იმავე ადგილზე. მაგალითად, თუ ერთი ტბა წელიწადში 100 თევზს ამრავლებს და ადამიანები იქ 300-ს იჭერენ, რამდენიმე წელიწადში იქ თევზის საერთოდ აღარ იქნება. რატომ არის ეს პრობლემა? ეს არღვევს ეკოსისტემის ბუნებრივ ბალანსს. თევზები ინარჩუნებენ წყლის სისუფთავეს, კვების ჯაჭვს და ბიომრავალფეროვნებას. მათი გაქრობა მთელი ბუნებრივი ციკლის დარღვევას იწვევს. ზოგიერთ თევზს სჭირდება წლები სრულ ზრდამდე მისასვლელად. თუ ასეთ თევზს ადრე დავიჭერთ, ის ვეღარ გამრავლდება და სახეობა სრულიად გადაშენდება. გადაჭარბებული თევზჭერისას პატარა თევზებსაც იჭერენ, რაც ნიშნავს, რომ ბუნებას აღდგენის შანსი აღარ აქვს. ამ პროცესს ხშირად თან ახლავს უკანონო მეთოდები, რაც კიდევ უფრო აჩქარებს პრობლემას. მაგალითად, ელექტროშოკი, ბომბი, იარაღი, რასაც სხვა გაკვეთილებში განვიხილავთ. და ბოლოს, გადაჭარბებული თევზჭერა არა მხოლოდ ბუნებაზე ახდენს გავლენას, არამედ ადამიანებზე. რა გავლენა იქნება ამ ქმედებას სამომავლოდ? ნაკლები სუფთა წყალი, საკვების დეფიციტი. ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა მიცოდეს ამ პრობლემის შესახებ. შემდეგ გაკვეთილში ვისაუბრებთ იმ თევზის სახეობებზე, რომლებიც უკვე გადაშენების პირასაა და მათი დაცვის მნიშვნელობაზე.